მშვიდობისას უცხოს ტელემაყურებლებო ტელეკომპანია თრიალეთი პირდაპირ ეთერში აგრძელებს მაუწყებლობას გადაცემის რეგიონის სტუმარი. დღევანდელ გადაცემაში თქვენ შეხვდებით სულ ახლახანს ამერიკის შეერთებული შტატებიდან დაბრუნებულ ცნობილ ბიზნესმენს გია მაისაშვილს. მე შეგახსენებ ჩვენი ტელევიზიის ტელეფონის ნომრებია 713 ან 739 შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ დასვათ თქვენთვის სასურველი კითხვა და მიიღოთ პასუხი გადაცემაში რეგიონის სტუმარი. მოგესალმებით ბატონო გია, დიდი მადლობა რომ ჩამოგბრძანდით დღეს გორში და დავიწყოთ საუბარი იმ თემაზე, რასაც ქვია ის ეკონომიკური პროგრამა, რომელსაც თქვენს თავაზობთ საზოგადოებას, რაში მდგომარეობს აი ამ პროგრამის არსი და რამ გადაგაწყვეტინათ, რომ ეს ჩამოსულიყავით საქართველოს წინა საარჩევნო პერიოდში აი ამ პროგრამით. დიდი მადლობა მოპატიჟებისთვის, ჩემთვის უდიდესი პატივია გორში ყოფნა და გორის საზოგადოების წინაშე საუბარი იმ საჭირბოროტო თემატიკაზე, რომელიც დღეს საქართველოს აწუხებს. ჩემი ჩამოსვლის ერთადერთი მიზანი გახლდათ ის, რომ მომეხერხებინა საქართველოში განჯის საგნის შეცვლა. იმ სიტუაციაში, როდესაც დღევანდელ პირობებში საქართველოში საუბარია სრულიად არამნიშვნელოვან, სრულიად მეასე და მეათე ხარისხოვან თემატიკაზე და პოლიტიკური სპექტრი ურთიერთდაპირისპირებებითა და სიძულვილის ატმოსფეროში ვითარდება, მინდოდა შემომეთავაზებინა საზოგადოებისთვის ის საჭიროებო თემატიკა, რომელიც ჩემის აზრით საქართველოს 21 საუკუნეში წარმატებულ საზოგადოებად აქცევს. და ზუსტად ამ პროგრამის ამ ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარების ფილოსოფიაზე და სტრატეგიას შეეხება ეს ჩვენი ეკონომიკური დოქტრინა, რომელიც ალბათ სულ რამოდენიმე დღეში დავამთავრებ და უკვე ალბათ ერთ კვირაში წიგნად გამოიცემა. შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოხდება ამის პრეზენტაცია, საჯარო ლექციები და მე იმედი მაქვს, რომ გორშიც ჩამოვალთ დიდი საჯარო ლექციით და თუ მოგვიპატიჟებენ გორის ეკონომიკური უნივერსიტეტი არსებობს, კი, უნივერსიტეტი, რომელშიც იყო ეკონომიკური ასე ვთქვათ ინსტიტუტი, აი ამ ბაზაზე შეიქმნა უნივერსიტეტი. ეს არის პროგრამა, რომელიც ჩემი ორგანიზაცია, რომელსაც მე ხელმძღვანელობ, შესთავაზებს დემოკრატიული ამერიკის შეერთებულ შტატებში 2004 წელს დემოკრატიული პრეზიდენტობის დემოკრატიულ კანდიდატს და ის ინოვაციები, ის სიახლეები, რომელზეც ჩვენ ამ პროგრამაში ვლაპარაკობთ, ერთი წლის შემდეგ განჯის საგანი სწორედ ამერიკის შეერთებულ შტატებში იქნება. გასაგებია, მოდი ცოტა დაწვრილებით ამ თემაზე მოგვიანებით. უკვე პირველი მაყურებელი ეკავს ძალიან სწრაფად დაგვიკავშირდა, როგორც ჩანს ჩვენი გადაცემის ანონსებიდან იცოდნენ მათ თქვენი აქ ჩამოსვლის შესახებ. ამიტომ დიდი მადლობა მაყურებელს და ვუსმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ საღამოშვიდობისა. მოგესალმებით ბატონო გოგა. მიგესალმებით ჩვენს ატლანტიკ გადალეულ სტუმარს. ბატონო გია, მას შემდეგ რაც მიხეილ სააკაშვილმა რუსთავი 2-ის მეშვეობით წარგადგინა საქართველოს მოსახლეობის წინაშე და განაცხადა, რომ თქვენ საქართველოს მომავალი პრეზიდენტი ბრძანდებით, მოსახლეობას აინტერესებს გაიგოს ბევრი რამ თქვენ შესახებ. გასაგებია. ამიტომ ბატონო გოგა, მე ვამბობთ ჩვენს სტუმარს დაუსვა რამდენიმე მოკლე და კონკრეტული შეკითხვა. კი ბატონო. პირველი შეკითხვა. თუ სახნის ყურში ბრძანდებით, ვთქვათ ვიპასუხოთ, თუ რატომ გაქრა ქსელიდან გაზეთ ალიას ამ წლის მაისის ერთ-ერთი ნომერი, რომელშიც გამოქვეყნებული იყო პუბლიკაცია თქვენ შესახებ. გაზეთის ამ ნომრის გაქრობის შესახებ პრესა იუწებოდა. მეორე შეკითხვა. რატომ გამოდგა წარუმატებელი საქართველოში თქვენი ღვინის ბირჟის მეთაურობა? მესამე შეკითხვა. მე ვერ გავიგე, იქნებ გაიმეოროთ. რატომ გამოდგა წარუმატებელი საქართველოში თქვენი ღვინის ბირჟის მეთაურობა? ღვინის ბირჟაზე ისო. დიახ. მესამე შეკითხვა. რა საქმეში იყავით? ისეთ გაქნით, გაიძვერა და თაღლით პიროვნებასთან ერთად, როგორც ამირან ქადაგიშვილია. მოგეხსენებათ, თუ რა დაატია მან მოსახლეობა ის საკმაოდ დიდ ნაკრებს. კარგი, გასაგებია. საკმაოდ ბევრი კითხვაა, არ ვიცი როგორ მოვასწრებ. დაშვას და ბატონო, კარგი, გისმენთ. დააბრუნეთ თუ არა საქართველოში აღებული დიდი კრედიტები და რატომ წახვედით ამერიკაში? ეს ორი კითხვა ერთმანეთს უკავშირდება. გასაგებია. კიდევ ერთი შეკითხვა. თქვენს მიერ შემუშავებული კომპიუტერული პროგრამა მატრიცა ამერიკის შეერთებულ შტატებში ერთი წლის წინ გაკოტრებული გიგანტის ენრონის მაქინაციებისა და პოლიტიკოსების ზეწოლის საშუალებად იქცევა. რის გამოც რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია კომპანიიდან წამოხვედით. გვაინტერესებს რა სიკეთე შეუძლია მოუტანოს საქართველოს ასეთ სახელგადეხებულ
პროგრამაზე, დაფუძნებელ ეკონომიკურ პროგრამას და რატომ არის სააკაშვილი ასე დაინტერესებული მისი გამოყენებით. რა გარანტია იმისა, რომ ერნორის მაგალითი ჩვენთან არ გამეორდეს. თუ ამერიკაში თქვენმა პროგრამამ ნოყიერნია დაგიხპოვა სხვადასხვა მაქინაციებისათვის, როგორ გონიათ საქართველოს ამ ხრივ გამონაკლისი იქნება. გასაგებია, დიდი მადლობა. როგორც ვხედავ, თქვენ ძალიან დაწვრილებით გაეცანით ქრონიკის, გაზეთ ქრონიკის და ალიის ინფორმაციას, ინტერვიუს, სხვათა შორის მეც მაქვს იგივე კითხვებით და რა თქმა უნდა ტექნოლოგიას მივცემ საშუალებას ისაუბროს. რატომ გაქრა ქსელიდან გაზეთი ალია, სადაც ეწერა თქვენზე ეს ინფორმაცია, თქვათ როგორ წახვედით ამერიკაში, მე აქვე დავამატებო თქვენ ეროვნული ხელისუფლების ძველ გამსახურდიას ერთად ბუნკერშიც კი იმყოფებოდა და ამის შემდეგ უკვე მოხდა თქვენი ასე თქვათ წასვლა. აი იმ გაზეთის ინფორმაციით. დიდი მადლობა ამ შეკითხვისთვის და საშუალებისთვის, იმის საშუალებისთვის, რომ ამ ასეთ პრობლემატიკაზე პასუხი გავცე. ჩემი ჩამოსვლის მიზანი, როგორც ახლა მოგახსენეთ, სწორედ ასეთი ტალახის სროლის, ასეთი სიზღრის, ასეთი ბოღმის ატმოსფეროს შესვლა და ჩემი ამოცანა იმ საჭიროებათა საკითხებზე საუბარი. თქვენ ახლა პასუხი დასვით, თუ რატომ იყო ჩემი ბირჟის ხელმძღვანელობა წარუმატებელი. ჩემი ბირჟის ხელმძღვანელობა იყო წარუმატებელი ერთი უბრალო მიზეზის გამო, იმიტომ რომ საქართველოში ჩვენ ქვეყანა თავზე დაგვაქციეს და იქ არანაირი ბირჟის საქმიანობას არანაირი აზრი არ ექნებოდა. ეს ერთი. მეორე შეკითხვა, რა საერთო მქონდა ისეთ სახელგაკეტეხილ ადამიანთან, როგორც არის ამირან ქადაგიშვილი. ამირან ქადაგიშვილთან მე როგორც ბიზნესმენს არანაირი შეხება, სახეზეც არ ვიცი, არასდროს არ შემხვედრია, იმან ჩამოაყალიბდა ერთი სახის ბირჟა, მე ჩამოაყალიბ მეორე სახის. ჩვენი ბიზნეს ხედვა, ჩვენი ეკონომიკური დოქტრინა განსხვავდებოდა კატეგორიულად მისი შეხედულებებისაგან და ჩვენ შორის ესეთი დაპირისპირება წარმოიშვა. და მას შემდეგ, როდესაც ქვეყანაში გადატრიალება მოხდა და ის გახდა ვიცე-პრემიერი, პირდაპირ, ვთქვათ, ესეთი აშკარა აგრესია და მტრული ფორმა მიიღო ჩვენსა და მათ შორის დაპირისპირებას. და ის რომ მე ვიცე-პრემიერობის პირობებში რაღაც ბანკი დაარსდა იქ კავკასიის ბირჟაზე და 1000 ვთქვათ, ბინძური საქმიანობა მოხდა იქ, არანაირი კავშირი, არანაირი ურთიერთობა, არანაირი შეხება, უბრალოდ მე ვიყავი დევნილი ხელისუფლების წევრი, ის იყო ახალმოსული ხელისუფლების ერთ-ერთი ვიცე-პრემიერი. დამოკიდებულება ჩვენ შორის იყო როგორც მტერსა და მოყვარეს შორის. ჩვენ ამირან ქადაგიშვილისნაირი ადამიანები ავტომატით ხელში გვივარდებოდნენ ორგანიზაციაში, სახლში, მეგობრებთან, ყველგან, სადაც მივდიოდი. აი დამოკიდებულება ჩემსა და ამირან ქადაგიშვილის შორის იყო აი მხოლოდ და მხოლოდ ესეთი. არანაირი კავშირი, არანაირი თვალითაც არ მინახავს, არასდროს არ მინახავს როგორი გარეგნობის კაცია. ეს მეორე. ეხლა მესამე. ენრონის შესახებ. ჩემი მატრიცა არის პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს, არის რევოლუციური მეთოდი, რომელიც ითვალისწინებს ორგანიზაციისათვის შექმნას ისეთი პროგრამისა, რომელიც განშვრეთს ორგანიზაციის წინაშე არსებული რისკების სხვადასხვაობას და მოახდენს ორგანიზაციის რისკების მინიმუმამდე დაუყენა. რაოდენობრივ განზომილებაში გადმოყვანას და ყოველდღიურ სურათს იმის შესახებ, თუ საიდან რა რისკი ემუქრება ამა თუ იმ ორგანიზაციას. ეს არის ინსტრუმენტი, რომელიც ორგანიზაციის მმართველის, ანუ ხელმძღვანელის ხელში არის იმისთან აუცილებელი იარაღი, რომ ფაქტიურად გადატრიალება გამოიწვია ბიზნეს სტრატეგიისა და ეკონომიკური ხედვის სფეროში. და ის რომ ენრონმა ეს პროგრამა ვერ გამოიყენა და გაკოტრება განიცა და არანაირი კავშირი მატრიცასა და ენრონის გაკოტრებას შორის. მე ერთი წლის სანამ გაკოტრდებოდა ენრონი, ერთი წლით ადრე გამოთქვი ჯერ ჩემი მოღვაწეობა ენრონში იყო დაპირისპირება, ბუნებით პროტესტანტი გახლავართ და ჩემი პროტესტანტული ბუნება იქაც გამომიშყავდა და ის თქვათ არასწორი მიმართულება, რაც კომპანიამ ამ უმსხვილესმა, ყველაზე ინოვატორულმა კომპანიამ თქვათ მიიღო, იწვევდა ჩემი და ჩემი მეგობრების შეშფოთებას და მე პროტესტის ნიშნად ერთი წლით ადრე
გადავდექი ჩემი თანამდებობიდან და დავტოვე ენრონი პროტესტის ნიშნად. ამაზე გამოქვეყნდა დიდი სტატია Washington Post-ში და თუ ვინმე სურს ამ სტატიის წაკითხვა და მატრიცაზე საერთოდ წარმოდგენის შექმნა, ურჩევ რომ 1900-2001 წლის 10 თებერვლის Washington Post-ი წაიკითხოს, იქ პირველ გვერდზე წერია ჩემს შესახებ, ჩემი მოღვაწეობის შესახებ და იმ პროტესტის ნიშნად წამოსვლაზე, რომელიც მე 1 წლით ადრე დავტოვე ენრონი. ასე რომ ეს თქვენი ინფორმაცია არის აბსოლუტურ რაღაც აი ზღაპრებზე დაფუძნებული, რომლებიც არის თქვათ ვიღაცა არაპროფესიონალი საქმის სრულიად უცოდინარი ადამიანის მიერ რაღაც გაზეთში გამოქვეყნებული იმისათვის რომ ვიღაცებს სჭირდებათ ადამიანების კომპრომეტირება, რომ არ მოხდეს იმ საკითხებზე საუბარი, რაც საქართველოს სჭირდება და თქვათ იმ საკითხებზე მოსაუბრემ, რომელიც თქვათ რომელსაც აქვს ხედვა საქართველოს ამ მძიმე მდგომარეობიდან გამოყვანისა, არის მცდელობა, რომ ის ადამიანი ამის თქმელის დისკრედიტაცია მოხდეს და ამ საკითხებზე საუბარი არ მოხდეს და მოხდეს საუბარი სიზღზე, სიძულვაზე, ერთმანეთის დაპირისპირებაზე. აი ზუსტად ამას ემსახურებოდა ეს სტატია. თუ გნებავთ ამ საკითხზე უკეთესი ინფორმაციის მიღება, წაიკითხეთ Washington Post-ის პირველი გვერდი 2001 წლის 10 თებერვლის, სადაც წერია ჩემზე, იმ ორგანიზაციაზე, სადაც მე მოღვაწეობდი და იმ პროტესტზე, რის გამოც მე დავტოვე ენრონი 1 წლით ადრე გაკოტრებამდე და ყველაზე პირველმა მე ვიწინასწარმეტყვი მისი გაკოტრება და იმის შემდეგ მომიწია მთელი რიგი გამოსვლები ამერიკის შეერთებული შტატების სენატში და ასევე კონგრესშიც, სადაც იყო საუბარი სწორედ იმ მიზეზებზე, რამაც გამოიწვია ენრონის გაკოტრება და ადამიანმა, რომელმაც თქვათ ასეთი ბრალი დასდო ენრონს და 1 წლით ადრე პროტესტის ნიშნად დატოვა ეს ორგანიზაცია, მისი აზრი აინტერესებდა ამერიკის თქვენ ფაქტობრივად პროგნოზი გააკეთეთ წინასწარ, რომ ეს გაკოტრება. იმიტომ რომ მე ვიცოდი იქ რაც ხდებოდა და ჩემთვის ეს ყველაფერი მიუღებელი იყო. იქნება აი აქვე დავას იგივე გაზეთს ჰქონდა პრეტენზია, რომ იგი სწორედ Washington Post-ის ინფორმაციას ბეჭდავდა ქრონიკაში წავიკითხე მე მაგალითად. იცით რა, მე მეპარება რომ იმ გაზეთის იმ ჟურნალისტის დამწერს, იმ ესე იგი მასალის დამწერს შეუძლია Washington Post-ის წაკითხვა, იმიტომ რომ Washington Post-ის წამკითხავს უნდა ქონდეს რაღაც ელემენტარული ცოდნა, ელემენტარული საფუძველი იმისა, რომ იქ რაც წერის ის გაარჩიოს და ეს იყო რაღაც პირდაპირ გეტყვით ვიღაცის შეკვეთილი სტატია, რომელიც მაშინ ერთი კითხვა წაედა ამ თემაზე და დავსრულოთ საუბარი. იმ გაზეთში ეწერა, რომ ეს მატრიცა ერთგვარად გამოყენებული იყო იმისთვის, რომ თქვათ ემართა ამერიკის მოხელეები და ერთგვარ ლობისტებიც კი გაიჩინა ენრონმა ამის შემდეგ კონგრესში და სენატში. იყო თუ არა მართვის ერთ-ერთი საშუალება, იგივე ჩინოვნიკური მოხელეების მართვის საშუალება ეს მატრიცა და ეს კითხვაც ისმევდა, გამოიტან თუ არა იგივე მართვის მოდელს, თქვათ მიშა სააკაშვილისთვის და იქნება თუ არა საქართველოში განხორციელებული. უნდა მოგახსენოთ, რომ ენრონს ლობირების მექანიზმი არა მარტო კონგრესში, არამედ მსოფლიოს ყველა იმ წამყვან სახელმწიფოებში, სადაც ენრონი ფუნქციონირებდა, ყავდა ასეთი ლობის მექანიზმი. მატრიცა ლობირების მექანიზმის დახვეწას კი არ გულისხმობდა. მატრიცა არის ეკონომიკური მეთოდი ბიზნეს სტრატეგიაში არსებული ყველა რისკის. ეს იქნება ბაზრის რისკი, ეს იქნება ტექნოლოგიური რისკი, ეს იქნება მარეგულირებელი რისკი. აი ამ ყველა სახეობის რისკის მიხედვით შედგენა პროგრამისა, რომელიც რაოდენობრივ მაჩვენებელში დათვლის ალბათობის თეორიის, სტატისტიკური თეორიიდან გამომდინარე, ყოველდღიურად კომპანიისათვის, ვთქვათ, შედეგს ამ ყველა რისკების ერთობლიობისას. და თუ კი აქედან გამომდინარე ეს პროგრამა იძლეოდა პასუხს, რომ ვთქვათ, აი 10% ალბათობა იმისა, რომ ენრონი ამ რისკის გამო დაკარგავს, ვთქვათ, ამ რაოდენობის თანხას. და როდესაც ეს ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ყოველდღიურად იცის, შემდეგ ის შეადგენს მოქმედების გეგმას, რათა ეს სახეობა რისკისა იქნას თავიდან აცილებული. ეს არის რევოლუციური მეთოდი, ძვირფასო მეგობრებო, ამერიკის შეერთებულ შტატებში.
და ამის საშუალება თუ იქნება და გადმოინერგება საქართველოში, ამაზე უკეთესი რა არის? ეს არის მართვის, მენეჯმენტის იარაღი, რომ ორგანიზაციის მართვა, ორგანიზაციის მენეჯმენტი იყოს უფრო ეფექტური. და მე მაქვს მოწვევები თელ რიგი წამყვანი უმაღლესი სასწავლებლებისა და უნივერსიტეტებისა, რომ მოხდეს ამ მატრიცის სწავლება უმაღლეს სკოლებში. და იგივე ყველა დიდი ენერგეტიკის კორპორაციიდან არის თხოვნა იმისა, რომ ეს მატრიცა განმეორდეს იქვე. ეს ამ მატრიცას საქართველოში არავის არ ესმის მატრიცის არსი და აი ესეთი საგაზეთო რაღაცა ყურმოკრული ინფორმაციების სახით რაღაცა ესეთი ჭორი ვრცელდება, თითქოს მე ვიყო რაღაც ჯადოქარი ყურში ჩავჩურჩულებ ამ პატარა კომპიუტერს რაღაცას და მივიღებ ისეთ შედეგს, რომ რაღაც მოვახდენ საოცარ ჯადოქრობას. ეს ხო არის რაღაცა შავბნელი ძალიან ჭაობში გაუნათლებელი საზოგადოების აზროვნების შედეგი და სწორედ ამ აზროვნების შეცვლაზეა ეხა აქ საუბარი. მე თუ შევძლებ მატრიცის საქართველოში ჩამოტანას და ამის ცხოვრებაში გატარებას, ეს მე ვთვლი რომ ეს იქნება ჩემთვის დიდი წარმატება და ჩემი ქვეყნისთვის სიკეთის გაკეთება, ჩემი ქვეყნისთვის საშუალება იმისა, რომ ჩემი ქვეყნის მეურნეობის მართვა უფრო ეფექტური, უფრო მიზანმიმართული იყოს. დასაგებ. ბანაგი, მოდ დაბრუნდეთ ჩვენს ქვეყანაში, ამერიკას ბევრი ვისაუბრეთ და თუ შეიძლება გაიხსენეთ, ახლა ყველაფერი აინტერესებს მართლა სწორედ თქვა მაყურებელმა, იმიტომ ძალიან ისეთ სენსაციური და მოულოდნელი იყო თქვენთვის ის განცხადება, რაც მიშელ სააკაშვილმა გააკეთა თქვენ შესახებ, რომ ეს არის რეალური პრეზიდენტობის კანდიდატი თქვენს და ნუ მე მესმის რომ თქვენ ცოტა უხერხულობაშიც კი ჩავარდით ამის გამო, მაგრამ იქნებ გავიხსენეთ აქ გაიჟღერა რომ თქვენ ზვიად გამსახურდიასთან ერთად თანამშრომლობთ და მაშინაც მრგვალი მაგისტრის პროგრამაში. კი ბატონო, საქართველოში დღესდღეობით მხოლოდ და მხოლოდ ორი პროგრამაა შექმნილი ეკონომიკური კონცეფცია. ეს იყო პირველი 1990 წელს მრგვალი მაგისტრის ეკონომიკური კონცეფცია და მე ერთ-ერთი თანაავტორი გახლავართ იმ კონცეფციისა 26 წლის ახალგაზრდა კაცის მიერ იყო ეს გაკეთებული და დღეს ეს კონცეფცია, რომელსაც მიშა სააკაშვილი იყენებს დღეს მის წინასაარჩევნო კომპანიისას. მიშა სააკაშვილის არჩევანი მოხდა იმის უბრალო მიზეზის გამო, რომ მიშა სააკაშვილი აღმოჩნდა ეს ადამიანი, რომელსაც ესმის ის ენა, რა ენაზეც იმ კონცეფციაშია საუბარი. და მან გამოთქვა დიდი სურვილი ამ კონცეფციის განსჯის საგნად ქცევისა. ამით ჩემში ახდაცებას და სიხარულის მეც არაფერს არ იწვევს ეს. და რაც შეეხება თქვენ ბრძანეთ ზვიად გამსახურდი ახსენეთ და ბუნკერში მე არ ვეძახე ეს რაღაც ნეგატიური მუხტით არის გამსჭვალული ეს სიტყვა ბუნკერი. ეს იყო საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც ავაზაკებისაგან იცავდა თავს და თავის ხელისუფლებას და თავის ქვეყანას. და მე განსხვავებით ბევრი სხვისა ვიდექი ჩემი პრეზიდენტის გვერდით, ჩემი ქვეყნის გვერდით და მე აი ამ დგომას ვეძახი ჩემი სამშობლოსადმი, ჩემი ქვეყნისადმი, ჩემი ხალხისადმი სამსახურს. და ეხა თუ ვინმეს პირადად სიძულვილი აქვს ზვიად გამსახურდიასი, ან ვინმეს პირადად სიძულვილი აქვს მიშა სააკაშვილისადმი და ცდილობს ეს სიძულვილი თქვა ჩემზე გადმოანხიოს, ხა რა ვქნა, რა უყო ეხა როგორ მოვინადირო იმ ხალხის გული. ჩემი ამოცანა ამ საქმის გაკეთება. ჩემი ამოცანაა, ჩემი მონატრებული სამშობლოსადმი რაღაცის გაკეთება. მე ჩამოვედი საქართველოში, ჩემ ქვეყანაზე უსაძღვროდ მონატრებული და აქ ხდება ესეთი ზიზღის და ბოღმის ატმოსფერო და არჩევნების წინა პერიოდებში. ნუ არ აქვს ამას მნიშვნელობა, ბოღმა და სიძულვილი არც არჩევნების დროს უნდა გამოიჟღავდეს და არც არჩევნების შემდეგ და მე ერთი კონსტანტინე გამსახურდიას ნათქვამი მახსენდება, რომ თუ ვინმე კარგი გამოგვერია, ისე დავკორტნით, როგორც ძერას ყვავები, ხო? მე არ მაქვს პრეტენზია არაფერზე, არც კარგობაზე, უბრალოდ მე ერთი რამე მინდა, რომ ჩემს ქვეყანას ვემსახურო. რაც შეეხება პრეზიდენტობას, მე არანაირი პრეზიდენტობის მაძიებელი კაცი არ გახლავართ, მე ვარ უფრო დიდი ამბიციის მქონე. მე მინდა ჩემი კერპის ილია ჭავჭავაძის გზას მიყვე. ილია ჭავჭავაძე როდესაც დაბრუნდა პეტერბურგიდან,
ეს ახალგაზრდა თერგდალეული იწყებს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ჩამოყალიბებას საქართველოში და თავადაზნაურული ბანკის დაარსებას. ჩემი პროგრამაც სწორედ ამ ინოვაციებზე, მაშინ ეს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება და თავადაზნაურული ბანკის გაკეთება იყო ინოვაცია. სწორედ ჩემი პროგრამაც დღევანდელ დღეს არის ინოვაცია და მე ჩემს თავს ვთვლი ილია ჭავჭავაძის კვალზე შემდგარად. მე მინდა ჩემი ქვეყნის მსახურება ილია ჭავჭავაძის პოზიციიდან. ამიტომ რაღაცა პარტიკულარისტული მომენტიდან ილია ჭავჭავაძის საქმეს ვერ გააგრძელებ. მე ასე მგონია. და ამიტომ არის რომ მე არც ერთი პარტიის წევრი არ გახლავართ, მე ერთი პარტია მაქვს, ამ პარტიას ქვია ილია ჭავჭავაძის პარტია. კასე, ბატონო, მე მაინტერესებს შემდეგ როგორ გაამთავრდა მოვლენები, თქვენ წახვალთ ამერიკაში და იქ თავშესაფარი მოითხოვეთ როგორც შემთხვევით არის და მოქალაქე ახლა მოქალაქეობა გააქვთ თქვენ შტატებში? მე ვარ ჩემი ქვეყნის მოქალაქე, მე როდესაც გადატრიალება მოხდა და მომიწია ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოფნა და რამოდენიმეჯერ ჩამოვედი სულ იმის იმედით რომ სიტუაცია შეიცვლება და მე ჩემს ქვეყანაში მომეცემა საშუალება და მაშინ როდესაც სამოქალაქო ომი დაიწყო მე მივიღე შეტყობინება პრეზიდენტ გამსახურდიასგან რომ ჩემი ჩამოსვლა საქართველოში აქტიურად თვითმკვლელობა იქნებოდა და მე მივიღე დავალება რომლის ამერიკული ნაწილიც მინდა გითხრათ რომ პირნათლად შევასრულე და ეხლა დადგა დრო ქართული ნაწილის შესრულებისა და იმიტომ ვარ მე დღეს საქართველოში. გასაგები. კიდევ ერთი ზარი პირდაპირ ეთერში, მოგესალმებით საღამოშიდობისა, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ, თხოვთ დასვათ კითხვა. რომლაც თქვენი ძახით. თავიდან თუ შეიძლება ჩვენ ვერ გავიგეთ თქვენ. ხო, მე ვიყავი მეთქი იბუკერში, რასაც ეკი ძახის. ვერ გავიგეთ შეიძლება. იბუკერში მეთქი, მე ვიყავი ჟიადისთან ერთად. დიახ. ოღონდ წამოვედით ავტობუსით, ხო? დიახ. 60 კაცი ვიყავი, 20 კაცი გადარჩა რა. აი 40 კაცი რომ მოყოლეს, მე ავტობუსში ვიყავი. კი, ახსოვს. გაბროშვილი გოგიც, ხო? ხო, აი მაშინ ვიყავი და მინდა უბრალოდ. და თქვენ რა გინდათ თუ თქვათ, გია არ ყოფილა იქ ბატონი? რავი, შეიძლება იყო და არ მახსოვდა, იმიტომ არა, მე პირადად გეტყვით, მე ბუნკერში არ ყოფილვარ და ბუნკერში ყოფნა არ ნიშნავს რაღაცის ქმედებას ან არ ქმედებას. მე ჩემი მოვალეობა მქონდა, ჩემი საქმე მქონდა, მე არ ვიყავი ხოცამდე ქართველებს, იმიტომ ვიზახე რა მაგას. აი, სამწუხარო, როდესაც ქართველი თავის ძმას ხოცავს და მე ეხლა დავით გურამ შეფასებას გქონთ მგონი მაგალითად. კი, რაც კი გმირად რომ გამოაცხადეს ჯაბაიოსელიანი, იმიტომ ვიზახე მაგას. ბატონო გმირად რომ გამოაცხადეს ჯაბაიოსელიანი, გმირად, იმიტომ ჯაბარო გმირად გამოაცხადეს ვამის. რა საკურველია, როგორ შეიძლება? აი მაგამ დახოცა ეს ხალხი. კი, მართალი ბრძანდებით, მართალი ბრძანდებით. ხალხი თაბაკა. მართალი ბრძანდებით. არ შეიძლება მოყვასის მკვლელი იყოს გმირი. მე თოფის მსროლელს არ ვერ დავარქმევ გმირს და ჩვენ ეხა დავით გურამიშვილის სამშობლოში ვიმყოფებით და მახსენდება მისი სიტყვები, რომ აი იმ დროსაც ესეთი სავალალო მდგომარეობა იყო და ძმა მოუდო ძმასა ყისტიო, ხო? აი ზუსტად ეს სამწუხარო მდგომარეობა გრძელდება და ჩვენ ამას თუ არ აქ გარდატეხა არ შევიტანეთ და რაღაცა ბოღმის და ძმის და მოყვასის სიძულვილით გვექნა გული ავსებული, არანაირი პროგრამა, არანაირი ენერგია, არანაირი ინტელექტი საქართველოს ვერ უშველის. ესე იგი ერთიანობა მაინც თავარი. არა, ერთიანობა რასაკვირველია და თან ცივილური ურთიერთობები, ესე იგი ჩვენ თუ განსხვავებული აზრი გვაქვს, რასაკვირველია განსხვავებული აზრი მისაღებია, ოღონდ განსხვავებული აზრი იყოს დებატების საგანი და არა დევნის საგანი და არა პირადი შეურაცხყოფების და რაღაც ზიზღის და ბოღმისა. საქართველოში გაჭირვებულ კაცს ეხმარებიან და როდესაც ქართველი კაცი გაჭირვებულს ნახავს, გული სევლით ევსება და ეხმარება, მაგრამ რატომღაც წარმატებული და კარგი ადამიანის წარმატების გაზიარება გვიჭირს და შურის გზნობა სამწუხაროდ ბევრ ადამიანს ეუფლება და აი როგორღაც ეს ჩვენი თვისება უნდა დავძლიოთ იმის გამო თუ გვინდა ჩვენ გამარჯვება და თუ გვინდა რომ ჩვენ შვილებს უკეთესი მომავალი ჰქონდეთ. კიდევ ერთ მაყურებელს მოვუსმინოთ ბატონო. საღამოშიდობისა, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ, გისმენთ. გამარჯობათ. გამარჯობათ. მოგესალმებით ბატონო გოგა, მოგესალმებით ბატონო გია. შესაძლოა თქვენ ამ კითხვას უკვე უპასუხეთ, რაც მე უნდა დაგისვათ, მაგრამ ეთერში თქვენი გადაცემა გადის ძალიან დიდი ხარვეზებით, ფაქტიურად ნახევარს ვერ უსმინეთ, ამიტომ თუ შეიძლება იქნებ მიპასუხოთ.
თქვენ რატომ წახვედით საქართველოდან, წეღან საუბრობდით, რომ საქართველოში ჩამოგძანდით იმის გამო, რომ გინდათ საკუთარ სამშობლოს დაეხმაროთ. რატომ წახვედით საკუთარი სამშობლოდან, რატომაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეს ფინანსურ სკანდალებში იყავით გახვეული და თითქოს აი ამის გამო დატოვეთ სამშობლო და აქვე კიდევ ერთი კითხვა. იქნებ მიპასუხოთ, რატომ უკავშირდება აი ყველაფერი თქვენი პიროვნება სკანდალებს, აი ამერიკაში თქვენს მოღვაწეობას და თუნდაც საქართველოს. დიდი სიამოვნებით გიპასუხებთ, მე გამომჩა ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა. ესაც იგივე სტატიის ენით გაგრძელება იმას, ჩემი პიროვნება სკანდალებს, არ ვიცი, მე ჯერ არ მსმენიათ ჩემი პიროვნება სკანდალებს თუ უკავშირდებოდეს ამერიკის შეერთებულ შტატებში ან საქართველოში. აქ იმ გაზეთშივე ეწერა თითქოს მე რაღაცა ამირან ქადაგიშვილთან ერთად ამიღია უზომო რაოდენობის კრედიტები და საქართველოსთან გავქცეულა. ამირან ქადაგიშვილთან არანაირი ურთიერთობა არ მქონია, არანაირ კრედიტთან, არანაირ რაღაც სისულელეებთან მე საქმე არ მქონდა. როგორ ავიღებდი მე კრედიტს იმ სახელმწიფოსგან, რომელიც მე მდევნიდა და თუ ეს კრედიტები არსებობს და სად არის მაშინ ეს კრედიტორი? ის სახელმწიფო, ის ბანკი ან რაღაც ვისგანაც მე კრედიტი ავიღე, რატომ არ მთხოვს მე პასუხს ამის გამო. ეს არის იმ სტატიის ენით გაგრძელება და ეხლა მე ისეთ სიტუაციაში მამყოფები, ეხლა თქვენ რო დაგაბრალოთ, იცი რა, თქვენ კაცი მოკალით და თქვენ დაგჭირდებათ ამის ახსნა, რომ აი მე კი არ მომიკლავს და დაცვით თქომაში. ამ საკითხზე საუბარი მე მიმაჩნია აბსოლუტურად წყლის ნაყვად, არანაირ კრედიტთან, არასდროს ჩემს ცხოვრებაში შეხება არ მქონია, არ დამჭირვებია კრედიტი და ამირან ქადაგიშვილთან არანაირ კრედიტს ვერ ავიღებდი უბრალო მიზეზის გამო. ის იყო ჩემი დაუძინებელი, ჩემი ორგანიზაციის დაუძინებელი მტერი, მისი ფსიქოლოგია, მისი იდეოლოგია, მისი ბიზნეს ხედვა განსხვავდებოდა 180 გრადუსით ჩემი იდეოლოგიისაგან, ჩემი ბიზნეს ხედვისგან და ამის გამო ჩვენ არანაირი კავშირი არ შეიძლება გქონოდა. ეს ერთი. მეორე, რატომ წავედი საქართველოდან? მე ამაზე პასუხი უკვე გავეცი. მე წავედი საქართველოდან იმიტომ, რომ ჩემს ფიზიკურ განადგურებას ეხნებოდა საქართველოში ადგილი. როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიმყოფებოდი, პრეზიდენტ გამსახურდიასგან მივიღე პირდაპირი დავალება, რომ ჩემი საქართველოში დაბრუნება იქნებოდა ჩემი თვითმკვლელობა. და ის დავალება მეორე ნაწილი მე იქ შევასრულე წარმატებით და ეხლა ვაპირებ მეორე ნაწილის შესრულებას. ხოლო ის რაც თქვენ გაზეთის ფრაზეოლოგიით საუბრობთ, სკანდალებთან ჩემი სახელი არსად არ ფიგურირებს, არც ფიგურირებდა ენრონში. ენრონი იყო უზარმაზარი კორპორაცია. მე როგორც ოპოზიციონერი, როგორც მოწინააღმდეგე იმ ბიზნეს სტრატეგიისა, რასაც ისინი ახორციელებდნენ, ერთი წლით ადრე გადავდექი ჩემი თანამდებობიდან და ვიწინასწარმეტყველე იმ ორგანიზაციის ბანკროტირება და კოლაფსი. პროტესტის ნიშნად, რომელიც ვაშინგტონ პოსტში გამოქვეყნდა და თქვენ თუ გსურთ რეალური ინფორმაციის ქონა და გაცნობა, წაიკითხეთ, ძალიან გთხოვთ ეს სტატია და საქართველოში ვიღაცა გაზეთი რაღაცას დაწერს ვიღაცის შეკვეთით. ამაზე მე არანაირი გავლენა არ მექნება და სამწუხაროა ჩემთვის, როდესაც ესეთი ინფორმაცია გავრცელდება და ეხლა მეტი რა ვთქვა ვეღარ. გასაგებია. როგორც მე ჩვენ რეჟისორმა მითხრა, ჩვენ გადაცემა გარკვეული შეფერხებით მიდის, ეს ნამდვილად არ არის მინდა ტელემაყურებელს უსწრაფო ტელეკომპანია თრიალეთის ბრალი. ჩემს არა ტელეცენტრი და ხდება რაღაც გარკვეული შეფერხება, ამიტომ მე ვთხოვ ტელეცენტრის თანამშრომლებს იქნებ დროულად მოვაგვარონ ეს პრობლემა, რადგან ხედავთ რომ ძალიან საინტერესო თემაზე მიდის ჩვენი გადაცემა. ბანოგია, კიდევ ერთი საკითხი ძალიან საინტერესოა ჩემთვისაც და საზოგადოებისთვისაც. თქვენ ძალიან ხშირად თქვენი გამოსვლების დროს საუბრობთ საქართველოში ინტელექტუალური რესურსის, ასე ვთქვათ, ამოქმედებასა და გამოყენებაზე. აი, რას გულისხმობს? მე ეს კარგად ვერ გავიგე ალბათ, სადაც ბევრმაც ვერ მიაქცია ყურადღება. უფრო კონკრეტულად რას გულისხმობთ ინტელექტუალური რესურსის გამოყენებაში? ინტელექტუალები არიან ქვეყანაში, მაგრამ აი, რასთან გვაქვს საქმე? ეხლა მოგახსენეთ. კაცობრიობა, ეკონომიკური განვითარება დღევანდელ დღემდე მოხდა გარკვეულ ეტაპობრივად, გარკვეული ციკლების სახით. პირველ ინდუსტრიულ რევოლუციამდე, რომელიც 1750 წელს დაახლოებით დაიწყო და 1850 წლამდე გაგრძელდა, იქ ძირითადი რესურსი იმ საზოგადოებაში იყო მიწა, ძირითადი კაპიტალი, ძირითადი რესურსი სიმდიდრის შექმნისა იყო მიწა.
პირველი ინდუსტრიული რევოლუციის პირობებში ყველაზე ძირითადი რესურსი იყო ორთქლის ენერგია, რომელმაც რევოლუცია მოახდინა ინდუსტრიის სფეროში. მეორე ინდუსტრიული რევოლუცია დაიწყო მე-20 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დამდეგს. ეს იყო ელექტროენერგიის შემოტანა და რევოლუციის მოხდენა ამ სფეროში და სატელეფონო, სატელეგრაფო კავშირი, ეს იყო ახალი რევოლუციის, ახალი ინდუსტრიული ერის დასაწყისი მთელ მსოფლიოში. მე აქ მხედველობაში მაქვს ამერიკის შეერთებული შტატები და დასავლეთ ევროპა. დანარჩენი სამყარო კვლავ ფეოდალიზმში და თქვათ წარსულ საუკუნეებში ხო, რასაკვირველია. ამ პირობებში, მეორე ინდუსტრიული რევოლუციის პირობებში, ძირითადი რესურსი გახდა იქცა კაპიტალი. დღეს ჩვენ მესამე ინდუსტრიული რევოლუციის პირობებში ცხოვრობთ და ეს არის საინფორმაციო რევოლუცია. ამ პირობებში ყველაზე ძირითადი კაპიტალი არის ცოდნა. და 21 საუკუნე იქნება ცოდნის საზოგადოება, სადაც ეს ყველა რესურსები, მიწა, სამუშაო ძალა და კაპიტალი კვლავ ინარჩუნებს მნიშვნელობას, მაგრამ მთავარი ამოსავალი პუნქტი სიმდიდრის შექმნის არის ცოდნა. ცოდნის საზოგადოებაში ინფორმაციული რევოლუციის პირობებში და იმ პირობებში, როდესაც მთელი სამყარო ერთ გლობალურ სოფლად ყალიბდება, კედლები და ჯებირები ინგრევა. ამ პირობებში ცოდნა არის ის რესურსი, რომელიც საზოგადოებას ერთადერთი რესურსი, რომელიც აქცევს წარმატებულობას. ბატონო, აი ცოდნა ახსენეთ და გააფხალოთ სრული ინფორმაცია, რაც ჩამოხდით უკვე საკმაოდ ხანია საქართველოში იმყოფებით. ჩვენი თქვათ იგივე უმაღლესი სასწავლებელი ცოდნის საფუძველს ვერ აძლევს ახალგაზრდას, რომლითაც მან ცხოვრების ასპარეზი და ასე ქვეყნისთვის რაღაც ასიკეთო უნდა შექმნას. ესე იგი რევოლუცია უნდა მოხდეს იგივე განათლების სისტემაში. აუცილებლად, განათლების სისტემა არის ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტიტუტი. ჩვენი საზოგადოება არის სავსე არაკომპეტენტურობისა, უცოდინარობისა და ასე შემდეგ. ანუ ჩვენ თუ გვინდა რომ იმ ფერხულში, რომელშიც წარმატებული საზოგადოებები არიან ჩაბმული, ეს უნდა რადიკალურად შევცვალოთ. და როდესაც ვლაპარაკობ ცოდნის საზოგადოებაზე, ეს არის ისეთი უნიკალური რესურსი, რომ ამ ტელეკომუნიკაციებისა და ინფორმაციული რევოლუციის პირობებში ცოდნის შექმნა შესაძლებელია ყველგან, როგორც ჩიკაგოში, ასევე გორში, ასევე ქართლში, ასევე ბომბეიში, ასევე სიდნეიში, ასევე პარიზში. აი რას გულისხმობს? ინტერნეტი და ასე შემდეგ. მაღალი ტექნოლოგიები, ის თქვათ ხელოვნური მასალებზე დაფუძნებული ინდუსტრია, მიკრობიოლოგია, კომპიუტერული ტექნიკა, მიკროელექტრონიკა, აი ეს არის წამყვანი დარგები, წამყვანი სფეროები, სადაც მოხდება რევოლუცია, რომელიც შეცვლის ჩვენს ყოფას მთლიანად, რადიკალურად და აი ამ შემდეგ დეკადაში, შემდეგ 10 წელიწადში მე უნდა გითხრათ, რომ სამედიცინო მედიცინის სფეროში მოხდება იმდენი ახალი აღმოჩენა, რაც არ მომხდარა მთელი კაცობრიობის არსებობის პერიოდში, აი ამ მომდევნო 10 წელიწადში ადამიანის გენეტიკური კოდის გაშიფვრის საფუძველზე მთლიანად მოხდება რევოლუცია ჯანმრთელობის დაცვის სფეროში. ესე იგი გესმით რამ ხელა ინოვაციებზეა აქ საუბარი და მე მინდა ამას ძალიან ესეთი იმედიანი თვალით შევხედო, იმიტომ რომ ცოდნა ისეთი რესურსია, რომლის ტრანსპორტირება, რომლის ერთი ადგილიდან გადაადგილება მეორეზე არის ადვილად შესაძლებელი და ეს ტრანსნაციონალური რესურსია. გესმით, ეს არ არის ერთი საზოგადოების, ერთი ქვეყნის საკუთრება მხოლოდ. და ეს არის იმედის მომცემი, რომ ჩვენ შეგვიძლია ამ ცოდნის გადმოტანა, გადმოღება და თუ ჩვენ შევძლებთ და 21 საუკუნეში უკვე აღარ იქნება, თუ ეს ასია, აღარ იქნება მდიდარ და ღარიბ ქვეყნებად დაყოფა. დაყოფა იქნება მხოლოდ ცოდნე და უცოდინარ ქვეყნებთან, განათლებულ და გაუნათლებელ ქვეყნებად. და თავის გამართლება იმისა, რომ ჩვენ რესურსი არ გვაქვს, ჩვენ არ გვაქვს თქვათ ნედლეული, ჩვენ არ გვაქვს კაპიტალი, იქნება მხოლოდ ამის კარგი მაგალითია იაპონია, რომელსაც ძალიან ცოტა რესურსი. რასაკვირველია, აი ზუსტად კარგი დიდი მადლობა, კარგი მაგალითი მოიყვანეთ. ესე იგი, ეს ბუნებრივი რესურსი ადვილად საყიდელი, ადვილად გადასაადგილებელია.
და იმ პირობებში, როდესაც ჩვენ ინოვაციები, ცოდნა, მაღალი ტექნოლოგიები გავგვაჩნია, ამ რესურსს ადვილად გამოვიყენებთ ჩვენი საბოლოო პროდუქტის შესაქმნელად. და თქვენ ახლა იაპონია ახსენეთ და იაპონიაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, თლად განადგურებული იაპონიაში, იაპონელები ბიზნესმენები ვსვავდნენ ესეთ შეკითხვას. რა არის კარგი იაპონიისთვის, იაპონიის ეკონომიკისთვის, იაპონიის საზოგადოებისათვის და აქედან გამომდინარე, როგორ შეიძლება ამ შესაძლებლობების ბიზნესისათვის გამოყენება. გესმით? ესე იგი ინტერესი გამოდის, რა არის ინტერესი ქვეყნისა, საზოგადოებისა და როგორ მოვახდინოთ ამ ინტერესის შესაძლებლობად ქცევა ჩვენი ბიზნესისა. აი ეს არის ამოსავალი წერტილი. და აი ესე უნდა იქცეოდეს. კიდევ ერთი მაყურებელი საკმაო ხანია გველოდება. ია მოდით მოსმინოთ და გავაცნობთ საუბარში. გისმენთ საღამოშიდობისა თქვენ მოგესალმებით გადამგია მე ასეთი შეკითხვა მინდა დაგისვათ დღეს როდესაც ხელისუფლება მთლიანად გადასული ანუ დაკავებულია წინა საარჩევნო კონიექტურით აი თქვენ როგორ ფიქრობთ ყველა ძალღონეს არიხმარებს იმისათვის რომ თქვათ ნაციონალურმა მოძრაობამ და ოპოზიციამ რაღაც თუნდაც არჩევნების დროს არაობიექტურად ვერ გაიმარჯვოს ასე ვთქვათ და მეორე შეკითხვა ასეთია თქვენ ბრძანებით თქვენ გქონდათ საუბარი კულტურულ აღორძინებაზე ანუ ინტელექტუალურ აღზევებაზე და მე ასეთი შეკითხვა მინდა დაგისვათ აი ეს რამდენ ხანში მოხდება ეს თქვენი აზრით ეს ყველაფერი თქვენ ხედავთ ხალხში ამის გაწყობას რაიმე პლატფორმას იმისათვის რომ შეიძლება ამ ხალხის ცოდნის გასაგებია გაღრმავება. ჩემი ეხლა ცოდნის დაგროვება ორ ეტაპად მოხდება ალბათ. საქართველოში ჩვენ პირველ ეტაპზე უნდა მოვახდინოთ კოპირება იმისი, რასაც უცხოური მაღალი ტექნოლოგიები ის საშუალებასაც გვაძლევენ. ესე ახალი ველოსიპედის მოგონება არ არის. გასაკვირველია ამ ეტაპზე, მაგრამ მეორე ეტაპზე თუ ჩვენ წარმატებულ საზოგადოებად გვინდა ქცევა, აუცილებელია ჩვენი საკუთარი ინოვაციის შემოთავაზება, იმიტომ რომ დღევანდელ პირობებში, როდესაც მე ვლაპარაკობდი კედლის დანგრევაზე და ბიზნეს ბარიერების დადაბლებაზე, ამ მაღალი ტექნოლოგიების არსებობა გვაძლევს საშუალებას უფრო იაფად, უფრო ადვილად მოხდეს ამ ბარიერების გადალახვა და ბევრი წარმოებლის ბიზნესში ჩართვა. ამ პირობებში აი სიჩქარე, ტემპი პროდუქციიდან საქონლამდე ქცევისა ძალიან სწრაფად იზრდება. მე რა მაქვს მხედველობაში? პროდუქტი არის ისეთი საქონელი, რომლის დამზადება შეუძლია ერთ ან ორ წარმოებელს. ესე იგი ინტელექტუალურ საკუთრებაზე დაფუძნებული ახალი პროდუქტი, რომელსაც სხვა ვერ ამზადებს და ამ პროდუქტის დამამზადებელი მაღალ რენტაბელურ შემოსავალს იღებს. და მე ეს მაღალ რენტაბელური შემოსავლიანი პროდუქტი სწრაფად იქცევა საქონლად. და საქონელი რას ნიშნავს? საქონელი არის ისეთი პროდუქტი, რომლის დამზადება შეუძლია თითქმის ყველას. და ამის რენტაბელობა არის ძალიან დაბალი. და სწორედ ამ პირობებში, როდესაც პროდუქტიდან საქონლამდე გადაქცევის ვადა არის ძალიან მოკლე, კონკურენციის პირობები არის ძალიან მაღალი. და ამ პირობებში ჩვენ კოპირების დრო ძალიან ნაკლები გვაქვს, ძალიან პატარა გვაქვს. ამიტომ პირველი ეტაპი არის კოპირება, მაგრამ შემდეგი ეტაპია ჩვენ გვინდა აი ამ პროდუქტის დამზადების დამამზადებლები იყო და არა საქონლის. გესმით რა შეიძლება. ხო და რაც შეეხება იმას თუ რამდენ ხანში მოხდება ეს, ჩემი პროგრამის მიხედვით, აი ეს პროგრამა, რომელზეც ახლა ჩვენ საუბრობდით და მალე გამოქვეყნდება წიგნის სახით, ორ ეტაპად არის დაყოფილი. პირველ ეტაპზე დაახლოებით 1 წელიწად-ნახევარი სჭირდება ინფრასტრუქტურული ბაზის შექმნას, ინსტიტუციონალური ბაზის შექმნას ეკონომიკური რეფორმისას და მეორე ეტაპზე უკვე ხდება ამის აღსრულება, განხორციელება და მეორე ეტაპი გრძელდება დაახლოებით 3-3.5 წელიწადი. 5 წელიწადში თქვენ სრულ რევოლუციას პირდებით ყველანი. არა, მე არ პირდები სრულ რევოლუციას, მე ვპირდები მოდელს, რომლის განხორციელება შესაძლებელია. და ვერანაირი ინსტიტუციონალური ბაზა, ვერანაირი მოდელი, ვერანაირი პროგრამა ვერ უშველის საზოგადოებას თუ ჩვენში არ აღმოჩნდა ის ნიჭიერება, რომელიც ინოვაციების გზით ატარებს საქართველოს. და ჩემი ამოცანაა, რომ ჩვენ შევქმნათ ყველა აუცილებელი პირობა იმისათვის, რომ ნიჭიერ ადამიანებს, რომლებიც დღეს სახში სხედან და იმედგაცრუებულები არიან, ამათ მიეცეთ ასპარეზზე გამოსვლის საშუალება და თავისი ნიჭიერება, თავისი ინოვატორობა საქმით დაადასტურონ. და თუ ჩვენ შევძლებთ ამ
ინფრასტრუქტურული ინსტიტუციონალური ბაზის შექმნას, მე უკვე ჩვენს ნიჭიერებაზეა დამოკიდებული. რამდენად ინოვატორული, რამდენად პროგრესულად მოაზროვნე, რამდენად ფართო გაქანების ადამიანები აღმოგვაჩნდება, ეს იქნება ეკონომიკის სფერო, ეს იქნება კულტურის სფერო, ეს იქნება ხელოვნების სფერო, სპორტის სფერო, მეცნიერების სფერო, ჯანმრთელობის დაცვის სფერო თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ. კიდევ ერთი მაყურებელი გველოდება ხას. საღამოშიდობისა თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. ხო, გასწორებით. მოგესალმებით. გამარჯობათ. ბატონო გია, თქვენ დღეს რომ უსმენ მე გადაცემას თავის სასამართლოზე მგონია. ვინ ზვიადის თავის სასამართლოზე მგონია დღეს მეთქი რომ უსმენ მე პირდაპირ ეთერს. ვინ ზვიადის თანამონაწილე, ვინ შევარდნის თანამონაწილე ამას ისტორია განსჭირს. ეს ჩვენი განსაჭირი არ არის. მე თქვენთან ესეთი კითხვა მაქვს. აი რა გეგმები გაქვთ სიღარიბის დაძლებისა თქვენს კონცეფციებში და თქვენი ოჯახური მდგომარეობა თუ საიდუმლო არის. დიდი მადლობა ამ ძალიან აუცილებელი კითხვისა. ჩვენ როდესაც ჯერ მართლა სიღარიბეა დასაძლებელი ქვეყანაში. ჩვენ როდესაც ვლაპარაკობთ ახალ ეკონომიკურ მოდელზე საქართველოსთვის, ესე იგი ახალი ქართული კაპიტალიზმის ქართული ნაერსახეობის კაპიტალიზმია შესაქმნელი საქართველოში. ჩვენ ვერ გავახორციელებთ პირდაპირ კოპირებას ამერიკული კაპიტალიზმისა, ვერც გერმანული ტიპის კაპიტალიზმისა, ვერც სკანდინავიური, ვერც იაპონური. ჩვენ თუ გვინდა წარმატებული ვიყოთ, ჩვენ უნდა შევძლოთ ჩვენი გარემო პირობებიდან გამომდინარე, ჩვენი კულტურული, ნაციონალური ინტერესებიდან, ჩვენი ტრადიციებიდან გამომდინარე მოდელი შევქმნათ. სწორედ ამ მოდელზე ახლა აქ საუბარი და კაპიტალისტური სისტემა ვერ იქნება ლეგიტიმური თუ ჩვენ ვერ მოვახდენთ უსაფრთხოების ბადის შექმნას. ესე იგი, რას გულისხმობს უსაფრთხოების ბადი, სოციალური უსაფრთხოების ბადის შექმნას. კაპიტალიზმი სამწუხაროდ თავისუფალი ბაზარი შობს ბევრ გამარჯვებულს ფრჩხილებში და დამარცხებულს. ესე იგი, ბევრი წარმატებულია, ცოტა შედარებით ნაკლები წარმატებული და ბევრი წარუმატებელი. მით უმეტეს ისეთ პირობებში, როდესაც ჩვენ ეხა ვახდენთ გადასვლას, ჩვენი მომზადების დონე, ჩვენი მენტალური მდგომარეობა არ იყო კაპიტალიზმისთვის მომზადებული და ასეთ პირობებში ჩვენ ეგრეთ წოდებული დამარცხებულებები, ისინი ვინც წარმატებულები ვერ იქნებიან პირველ ეტაპზე მაინც ამ საზოგადოებაში საჭიროებენ აი ამ უსაფრთხოებას სახელმწიფოსგან, ასევე საზოგადოებისაგან, იმისათვის რომ ეს სისტემა, ეს რეფორმა ლეგიტიმური იყოს. გესმით, რომ ჩვენ უთხრათ ჩვენ საზოგადოებაში, რასაკვირველია, რომ ჩვენ მოხერხდეს მათი სწრაფი გადამზადება და მომზადება კვლავ ჩასართობად აი ამ ფერხულისა, რომელსაც თავისუფალი ბაზარი ახალი კაპიტალიზმი ჰქვია. ამიტომ დამარცხებული ადამიანების მოფერება და მოვლა არის პირველი უმთავრესი პრობლემა იმისაკენ თუ ჩვენ გვინდა მართლა წარმატებული საზოგადოება შემოვიღოთ და თავისუფალი ბაზარი ასეთი წმინდა ფორმით საქართველოში არსად არ არსებობს, არ ფუნქციონირებს და ბაზარი თვითრეგულირებადია, რასაკვირველია, მაგრამ ჩვენ ვერ დაველოდებით იმას, რომ ბაზარმა თვითრეგულირების გზით აი ეს ჩვენი ამდენი დამარცხებულები კვლავ ცხოვრების ფერხულში ჩააბას. ამიტომ სწორედ ეფექტური მთავრობის მოვალეობაა, რომ განახორციელოს აი ამ უსაფრთხოების ბადის შექმნა, გადამზადება, მოვლა პატრონობა იმ ხალხისა, რომლებმაც ამა თუ იმ მიზეზის გამო დამარცხებულთა რიგში აღმოჩნდა და კვლავ საზოგადოების ფერხულში ჩაბმა. აი ეს მე მინდა კიდევ თქვა ამერიკის მაგალითი, როდესაც 1929 წელს ესე დიდი დეპრესია მოიცვა ამერიკული კაპიტალიზმი და მთელი კაპიტალისტური სამყარო. მაშინ რესპუბლიკური ადმინისტრაცია იყო მმართველობის სადავეებთან და მათ ესე პრო-ბაზრული, თავისუფალი ბაზრისადმი დიდი აპოლოგეტები გახლავენ და მათ დაიკავენ ესეთი თქვა ხელების შორს და დამოკიდებულება, სადაც თქვეს, რომ თავისუფალი ბაზარი თვითრეგულირების გზით ამას გამოასწორებს ყველაფერს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ვერ გამოასწორა და დაჭირდა ახალი ადმინისტრაცია, სოციალური პროგრამების მთელი წყება იმისათვის, რომ ეს დიდი დეპრესია, რომელიც 25%-ის ამერიკული მოსახლეობისა იყო უმუშევარი, ესენი რო კვლავ ჩაება სამსახურში და დაჭირდა მეორე მსოფლიო ომის დაწყება, დეპრესიის დამთავრებას, იმიტომ რომ იმ 4 წელი, რომელიც რესპუბლიკურმა ადმინისტრაციამ ასეთი დამოკიდებულების, ბაზრისადმი დამოკიდებულებით, ესე იგი თქვა, არანაირი ჩარევა არ განახორციელეს, ისეთი დამანგრეველი აღმოჩნდა, რომ მეორე მსოფლიო ომის დაწყება დაჭირდა
ამ დეპრესიის დამარცხებას და ფაქტიურად რომ არა სოციალური დიდი პროგრამები და ეს უსაფრთხოების ბადის, სოციალური უსაფრთხოების ბადის შექმნა, დღეს კაპიტალიზმი არც კი იარსებებდა მსოფლიო გესმით, ერთადერთი ქვეყანა იყო ამერიკის შეერთებული შტატები, რომელშიც კაპიტალიზმი გადარჩა და თუ არა ეს სოციალური დაცვის მომენტი, ვერც ამერიკაში ვერ გაიმარჯვებდა იგი. ამიტომ უნდა მოვახსენოთ ჩვენს ტელემაყურებელს, რომ ეს არის უმნიშვნელოვანესი, რაც თქვენ ბრძანეთ, ჩვენ თუ გვინდა ჩვენი პროგრამის, ჩვენი ქართული კაპიტალიზმის ლეგიტიმიზაცია, პირველ ყოვლისა უნდა მოვახდინოთ სოციალური უსაფრთხოების ინსტიტუტის შექმნა და აქაც ინოვაციებია საჭირო, რა ფორმით უნდა გავნახორციელოთ, ვისი მონაწილეობით, ეს უკვე განჯის საგანი უნდა გახდეს. კიდევ ერთი ზარი ეთერში, სამშვიდობისა, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ გისმით. მე ასეთ შეკითხვა მინდა დაგისვათ. თუ შეიძლება რამოდენიმე სიტყვით შიდა ქართლში შექმნილი კრიმინოგენული სიტუაცია ნამდვილად პარადოქსულია და აი ამის შესახებ და თუ შეიძლება კონფლიქტის ზონაზე თქვენი თვალსაზრისით ხედავთ მოგვარების პრობლემას, მოგვარებას რა შეხედავთ? გასაგებია, მე აქ დავამატებ ბატონ გიო. ბევრი პოლიტიკოსი საუბრობს ეს იმაზე, რომ თქვათ აი ამ ეგრეთ წოდებული თეთრი ლაქები, რასაც ეძახიან დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების არსი, აი პრობლემის გადაწყვეტის არსი სწორედ ეკონომიკურ მოდელშია და თქვათ მხოლოდ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას მოყვება აი ამ ტერიტორიების დაბრუნება. თქვენ პროგრამაში თუ აქვს დათმობილი ადგილი აი ამ თემას. მე მინდა გითხრათ, რომ ეს ყველა ჩვენთაგანისთვის მტკივნეული პრობლემა ერთადერთი გზით შეიძლება მხოლოდ გადაწყდეს, რომ ჩვენ ჩამოვაყალიბოთ მძლავრი, ჯანსაღი, კარგად ფუნქციონირებადი საზოგადოება შიგნიდან. ჩვენი საზოგადოება გახდეს ეკონომიკურად ჯანსაღი, მორალურად სუფთა და მომავლისკენ ორიენტირებული, თანამედროვე. და სურვილი გაუჩნდებათ თვითონ იმ ხარეს ეს. თუ სურვილი არ გაუჩნდებათ, მათ სურვილზე ჩვენ ვერ ვივლით, მაგრამ ჩვენ უნდა შევქმნათ ჯანსაღი საზოგადოება შიგნიდან და მე თუ დაჭირდება ძალა, ვიხმაროთ ძალა იმ ჩვენი სისხლის მიერი და სისხლდანთხეული ჩვენი წინაპრების მიერ ტერიტორიებისა და ადამიანებისა კვლავ დედასამშობლოსადმი დაბრუნების. ასე რომ პირველი გზა არის ჩვენი საზოგადოების გაჯანსაღება, გაძლიერება. მე ძლიერ საქართველოს შეუძლია იმის დაბრუნება. ეხლა საქართველო არის აბსოლუტურად დასუსტებული, მუხლს დაჩოქებული, გასაცოდავებული, უთავო, ესე იგი არანაირი სტრატეგია, არანაირი თანმიმდევრობა დღევანდელ მმართველობაში საქართველოსი არ არსებობს და როგორ შეუძლია ამ დაკნინებულ, გასაწვდომებულ და გაძვალტყავებულ ქვეყანას დაბრუნებაზე იზრუნოს. მხოლოდ ძლიერ, ჯანსაღ, მძლავრ საქართველოს შეუძლია დაბრუნება იმისა და თუ გვინდა ჩვენ ამის გაკეთება, უნდა პირველ რიგში ფეხზე დავაყენოთ ჩვენი საზოგადოება, ჩვენი ეკონომიკა. და მე დავბრუნდები შეკითხვას, რომ გამოჩნდა ეს ნაწილი ვიღაცა როდესაც ჩემს ოჯახურ მდგომარეობაზე იკითხა. ამას ბოლოს მე კითხავ რომ კიდევ ერთი მაყურებელი ეთერში გისმით პირდაპირ ეთერში ხართ მოგესალმებით. გამარჯვებით ბატონო. გამარჯვებით. ბატონო გია. დიახ. ის ის როგორი წარსული აქვს ეს რან ქალბატონმა თქვა რომ გამოაჩენ. მაგრამ თქვენი სურვილი იმისა რომ ქვეყანას დაესწრაფოს. თუ შეიძლება უთნავ ხმამაღლა არის ის. თქვენი სურვილი იმისა რომ ქვეყანას დაესწრაფოს. მე ბატონ გიას მიმართავ. ცდილობა იმისა რომ ეს ინტელექტუალური ძალა რაღაცნაირად გაერთიანოთ და ქვეყნის სასიკეთო სამსახურში ჩააყენოთ, ეს თავისთავად ძალიან დიდი საქმეა. ეხლა მე არ მინდა უხერხულად გამოვიდეს, უბრალოდ მინდა მოგცეთ ასეთი შეკითხვა, თუ შეიძლება საჯაროდ. სად შეიძლება თქვენი ნახვა? კარგით, ვეთქვი დატომს მის ნამარხი ოფისის. ალბათ არის სურვილები, ხო ბაზარების მომდენ და ინტერესებს უფრო დეტალურად გაიცნო პროგრამას. დიახ, სურვილი ჩემ დასაბედნიეროდ ბევრია და ბევრ ადამიანს სურს რაღაც ინოვაციებზე, მომავალზე ფიქრი და წარმატებული საზოგადოების შექმნაზე საუბარი. ჩემი ნახვა მე ერთ კვირაში მივიმგზავრები, უბრალოდ 10 დღეში მივიმგზავრები სტატუსში. სადაც ჩემი ოჯახი მელოდება, ჩემი სამსახური მელოდება, მაგრამ მე ალბათ სექტემბერში დავბრუნდები და საჯარო ლექციების სახით მოვახდენთ კვლავ
ამ თემატიკის აქტუალიზაციას, არტიკულირებას. და რეგიონებში თქვენ გადაცემის დასაწყისში ახსენეთ, რომ თქვა სურვილი გაქვთ იგივე გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში კი, ჩვენ ვიყავით ზუგდიდში, სადაც უზარმაზარი მუხტი დაგვდა ზუგდიდში, უზარმაზარი გამოხმაურება, უზარმაზარი სურვილი იმისა, რომ ადამიანებმა ისაუბრონ იმ საკითხებზე და ისწავლონ ის პრობლემატიკა, რომელიც საზოგადოებას, ყველა ნებისმიერ წარმატებულ საზოგადოებად ქცევას აუცილებელ ატრიბუტიკას წარმოადგენს და სურვილია განათლების მიღებისა, სურვილია ცოდნის შეძენისა, სურვილია რაღაცა ინფორმაციული ვაკუუმიდან ჩვენი საზოგადოების ამოყვანისა და ეს სურვილი უკვე უზარმაზარ ოპტიმიზმს ბადებს ჩემში და მე მჯერა რომ ჩვენში ნიჭიერება ალბათ ბოლომდე არ ჩაუკლავთ და ჩვენ შევძლებთ კიდევ ესე გეკავთ ხო რა ბოლოს როგორც მიხდი რეგიონებში გასაკუთრებული გორის უნივერსიტეტი ეს ხალხი იქ მოვა. კი, მე მინდა ვთქვა ერთი იმისა რომ სწორედ რეგიონებზეა დღეს საქართველოს გადარჩენა ჩვენს ქართლზე, ჩვენს კახეთზე, ჩვენს იმერეთზე, ჩვენს გურიაზე, სამეგრელოზე ყველაფრის კონცენტრირება ამ თავკომბალად ქცეულ თბილისში კლავს ინოვაციას, კლავს გამომგონებლობას, კლავს ესე იგი ინიციატივას საკუთარ თავში აღებას და ყველა წარუმატებელი ქვეყანაში მხოლოდ ერთი ქალაქი არსებობს. აი თქვენ თუ გადაავლეთ აზიის, აფრიკის, ლათინური ამერიკის ქვეყნებს, ყველა წარუმატებელი ქვეყნის აი ეს რეცეპტი არის ის, რომ ერთ დედაქალაქში ხდება ყველა ეკონომიკური, კულტურული თუ ნებისმიერი ცხოვრების კონცენტრირება მხოლოდ და მხოლოდ იქ მას და ეს დიდი ქალაქები არის თავკომბალად ქცეული. ჩვენ გვინდა დეცენტრალიზაცია, ჩვენ გვინდა რაიონებში, სოფლებში უნდა შეიქმნას სიმდიდრე, სიუხვე, ცოდნა. ამიტომ არის პირადი მაგალითი ამისთვის აუცილებელი და არა თქვათ ესე დეკლარირება და სიტყვიერი დეკლარირება ამის. ამიტომ ჩვენ გვინდა რომ სოფლად გავიდეთ, სოფლელებს აი სოფელში ვასწავლოთ კომპიუტერი, სოფლელ ბავშვებს ვასწავლოთ ინგლისური, სოფლელ ბავშვებს ვასწავლოთ მათემატიკა, სოფლელ ბავშვებს ვასწავლოთ თანამედროვე ეკონომიკა, თანამედროვე ბიზნესი, პოლიტიკის ხელოვნება და ასე შემდეგ. იმიტომ რომ ჩვენი სიჯანსაღე ჩვენ სოფელშია და თუ ჩვენ შევძლებთ სიმდიდრის სოფელში შექმნას, თბილისი ნელ-ნელა დაიცლება და ის ადამიანები სოფლად შექმნიან სიჯანსაღეს და მე კიდე მინდა თემას წარსულზე მე აქ თავმომწონეთ ჩამოვედი იმის გამო რომ ჩემი წარსული და ჩემი მოღვაწეობა ისე ტალახს და ყოველგვარ კომპრომატს მოკლებული. მე 15 წლის პატარა ბიჭი ვიყავი, როდესაც არალეგალური იატაკქვეშა საქმიანობა წამოვიწყე და საქართველოს დამოუკიდებლობის გამო ის ხალხი, რომელიც დღეს ხელისუფლების სათავეშია და ესე ყალბად აცხადებენ ჩვენს დამოუკიდებლობას და პროამერიკულობას და პროდასავლურობას, ეს ხალხი ჩვენ გვიჭერდა. და ჩემი ცხოვრება აი ამ ზნეობრივი მაგალითით იყო გამსჭვალული და ჩემი ზვიად გამსახურდი ასეთადმი მხარდაჭერა და ზუსტად ამის გამო ხდებოდა, რომ იგი ჩემი ქვეყნის დამოუკიდებლობას იგივე ზვიად მხარდაჭერა წრეებთან არიან ისეთი. ნუ ეს ხალხი მიმოფანტულია, ჩემი ურთიერთობა მე ვიღაც ადამიანებზე კი არ უნდა მოახდინო. ყველა ადამიანი, ყველა მხარეშია, ყველა ადგილას არის პროგრესულად მოაზროვნე ხალხი და ეს ხალხი უნდა შევკრიბოთ ჩვენ და მე მიმაჩნია რომ ჩემი წარსული სიამაყი და მე სიამაყით და ზღაპრის სახით უყვები ჩემს შვილებს და ეხა რაღაც ისე გაიჟღერა თითქოს მე ამ ქვეყნად ჩამოვედი ამაყად იმის გამო რომ მე პირადი მაგალითი მინდა მივცეთ ჩემს საზოგადოებას ამის საშუალებით ამის პრეტენზია მაქვს, იმიტომ რომ ჩემი წარსული არის აბსოლუტური უნიკალური. ჩვენ ერთი წუთი გრჩება ეთერში და მე წერან ოჯახური მდგომარეობა გაიწერა. ოჯახური მდგომარეობა და ერთი ტელემაყურებლის კითხვა და დავიჭირე ესეთი რაღაცა. თუ თქვათ ვერ გაიმარჯვა იგივე იმ ბლოკმა, რომელთანაც თქვენ გვერდში დგეხათ. შეგეხება ის პროგრამა, რომელსაც თქვენ გინდათ რომ განახორციელოთ. თუ აი რა იქნება, რა ძალიან მოკლედ. იცით რა, ბლოკის გამარჯვება არ მიმაჩნია, ან დამარცხება არ მიმაჩნია, ან ტრაგედიად, ან საბოლოო გამარჯვების საწყისად. ეს პროგრამა განხორციელდება, ამ პროგრამის მიზანია განჯის საგანმანათლებლო. ხელი შეშლა ხო არ იქნება თქვა თუ და. ხელი შეშლა იქნება, რასაკვირველია, თუ მოვიდა ახალი ხალხი, თუ მოვიდა ის დობით აღჭურვილი, დობის ვოტუმით აღჭურვილი ახალი ხელისუფლება, ახალი გუნდი, რასაკვირველია უფრო ადრე მოხდება ამ პროგრამის განხორციელება და თუ მოვიდა ისევ ის ძალა, რომელიც დღეს საქართველოს განაგებს, საქართველოში თქვენ ძვირფასო მეგობრებო, არაფერს სიკეთეს არ უნდა ელოდეთ, იმიტომ რომ რაც აქამდე გაუკეთებიათ,
იგივეს გააკეთებენ და რაც აქამდე გაუკეთებიათ, შედეგი კარგად გახსოვს. გასაგები, თუ იგივეს მოკლედ გააკეთებენ, იგივე შედეგს ოჯახური მდგომარეობა მოკლედ და დავასრულებ. მე მყავს მეუღლე, რომელიც არის პროფესიით იურისტი და მყავს სამი პატარა შვილი, უფროსი არის 2 წლის და ნახევრის გოგონა, სოფიკო მაისაშვილი და უმცროსები არიან თითქმის უკვე 5 თვის გახდებიან ახლა ტყუპები, ბიჭი და გოგო, შალვა და ანა მაისაშვილები. ამერიკაში ცხოვრობ, ხო, ამჟამად. რასაკვირველი. იქ სადაც მე ვცხოვრობ. გასაგებია, ძალიან დიდი მადლობა ბატონო გია, 1 საათი ძალიან ისე უცბად გაილია ამ საუბარში. მე იმედი მაქვს, რომ თქვენ კიდევ ვნახავთ გოლში და იმ უკვე ლექციის საჯარო ლექციაზე. და ალბათ ბევრი საინტერესო კითხვა კიდევ ითაისო. დიდი მადლობა მაყურებელს, რომელმაც ჩვენ გვისმინა, დიდი მადლობა მათ, ვინც დაარეკეს, ვინც ვერ შეძლო და ვერ დაარეკა, ან რატომღაც ვერ მოხდა ჩვენთან ერთში. დიდი მადლობა ყველას, კარგად ბრძანებოდით, ჩვენ მომავალ სამშაბათს შევხვდებით ერთმანეთს. რეგიონის სტუმარი ჯერჯერობით არ ვიცით ვინ იქნება, მაგრამ ჩვენი ანონსებიდან თქვენ აუცილებლად შეიტყობთ ჩვენი სტუმრის ვინაობას. დღეს კი მშვიდობებით, კარგად ბრძანებოდით ნახვამდის.